ჰენდრიქსის თაყვანისმცემლებს ძალიან მალე საშუალება მიეცემათ ის მუსიკალური ნაწარმოებები მოისმინონ, რომელიც მან პოპულარობამდე შექმნა. ალბომის სახელი, რომელიც გაყიდვაში უახლოეს მომავალში გამოვა, You Can't Use My Name, Curtis Knight and the Squires იქნება. ახალ ამბავს კი Guardian იავრცელებს. რაც მთავარია ძველებური ხარისხიანი ხმოვანების მოყვარულებს ალბომის შეძენა არა მარტო დისკის ვინილის ფირფიტის სახითაც შეუძლიათ. You Can't Use My Name-ში 14 კომპოზიცია შევა, რომელშიც მონაწილეობას ჰენდრიქსის გარდა ამერიკელი შემსრულებელი კერტის ნაითიც იღებს. ორი მუსიკოსი მხოლოდ 1965-66 წლებში თანამშრომლობდა. მაშინ ჰენდრიქსმა პროდიუსერ ედ ჩაპლინთან და მის კომპანიასთან 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. საინტერესოა, რომ ეს შეთანხმება ძალიან გრძელვადიანი სასამართლო გარჩევის მიზეზი გახდა, რომელიც მხოლოდ ახლა დასრულდა. სინგლები How Would You Feel და Welcome Home პირველი ნამუშევრებია, რომლის არანჟირება ჯერ კიდევ უცნობმა მუსიკოსმა შექმნა. პირველი მათგანი კი ყველაფერთან ერთად რასობრივი პრობლემების თემას უკავშირდება. ალბომში შევა Hornet's Nest და Knock Yourself Out, რომლის ავტორიც ასევე ჰენდრიქსია. ბედნიერი ვარ, რომ შეგვიძლია ეს ძალიან იშვიათი და ისტორიული ნამუშევრები გამოვცეთ. ჩანაწერები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იმიტომაცაა, რომ ჯიმის თაყვანისმცემლებს შეუძლიათ თავად შეაფასონ მუსიკალური კარიერის ის პერიოდი, როდესაც ის მხოლოდ საქმეზე ფიქრობდა და წარმატებული ჯერ კიდევ არ იყო. განაცხადა ჯენი ჰენდრიქსმა, რომელიც კომპანია Experience Hendrix's პრეზიდენტია. 2009 წელს ჟურნალმა Time-მა ჯიმი ჰენდრიქსი ყველა დროის უდიდეს გიტარისტად დაასახელა. ექსპერტები კი მის მუსიკას როკის ისტორიაში ყველაზე ინოვაციურს და ვირტუოზულს უწოდებენ.